იმდენ ჩემთან შემოვიდა ახალგაზრდა ადამიანების ჯგუფი, მერის ახალგაზრდული საბჭო, რომელმაც შემოთავაზეს ძალიან კარგი მოსაზრება იმისათვის, როგორ დაგველამაზებინა ჩვენი ქალაქი და როგორ დაგვეტვირთა ტურისტული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო მეტად, ვინაიდან ეს არის ჩვენი ქალაქის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტი. შეთავაზებული იყო ბრწყინვალე იდეა, რასაც ქვია მოლბერტების განთავსება, სადაც უნდა განთავსებული იყო აგრეთვე ელენე ახვლედიანის ნამუშევრების პროდუქცია. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ეს ქალაქისთვის ძალიან ლამაზი შტრიხი იქნებოდა. ამიტომ გამოვყავით თანხა 600,000 ლარის ოდენობით, გამოვაცხადეთ ტენდერი და მივიღეთ შესრულებული სამუშაო, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად ნახოთ დაახლოებით ერთი კვირის უკან გავხსენით, რამდენიმე დღის უკან ეს მოლბერტები ერთ-ერთ ბაღში თელავის და მე ვფიქრობ, გამოხმაურებაც საკმაოდ კარგი იყო, მაგრამ ეს არის ზუსტად მთავარი პრინციპი. ერთია ის, რომ ამ ნამუშევრებმა გაალამაზა ქალაქი და მეორეა ის, რომ ჩვენ ხორცს ვასხავთ უდიდეს პრინციპს, რასაც ერქვა თვითმმართველობის რეფორმა, როდესაც ჩვენ გამოვდივართ იქიდან თუ რას სურთ ხალხს. ვფიქრობ, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო თელაველი ახალგაზრდებისა და მერიის დაახლოებისთვის. მე თვითონაც ვიყავი ჩართული და ჩემი აზრით, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ნამდვილად შეიცვალა ერთი საკითხი, რომ ჩვენმა ქალაქმა შეძლო გაეგო თუ ვინ არის ელენე ახვლედიანი და რაც წარმოადგენდა ის თელავისათვის. ძალიან მომწონს ეს ხედები თელავისა. ამ გამოჩენილი მხატვრის მუზეუმმა შეუწყობს ხელს ეს ნახატები, რომ უცხოელები ჩამოვიდნენ და ჩვენს საუკუნოვან მშენებლობას გაეცნო.